პროტესტი გრძელდება ქუთაისში. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები დღესაც ქალაქში არიან შეკრებილი უცვლელი მოთხოვნებით, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გვეტყვის თუ როგორ მიმდინარეობს აქცია ქუთაისში. უწყვეტი პროტესტის 55 დღე ქუთაისში აქციები არ წყდება. ევროპული მომავლის მცველები ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან დღესაც გამოვიდნენ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ათეულობით ადამიანი ქუჩაში დგას. მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. მე შევეცდები აქ მყოფ ადამიანებს გავესაუბრო, მათი სათქმელი მოვისმინო. ვხედავ ქალბატონს საქართველოს დროშით, ქალბატონო, უწყვეტი პროტესტის 55 დღე არის, როგორ ფიქრობთ, დაიხევს თუ არა ქართული ოცნების რეჟიმი უკან? მოგესალმებით, დაიხევს აუცილებლად, სხვა შანსს და სხვა გზას არ დაუტოვებთ ქართულ ოცნებას, სანამდე აჩარტადება ხელახალი არჩევნები, არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. მოუწევთ აუცილებლად უკან დახევა, პროტესტი არ შეწყდება. რამდენიმე დღე ავდგევართ, კიდევ ბევრი დღე დავდგებით მანამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ უკან არ დაიხევენ, სანამ არ ჩაატარებენ სამართლიან არჩევნებს და სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. რას ეთყოდით ქართულ ოცნებას, რას ეთყოდით არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილს ვეთყოდი, რომ ქართველი ხალხის დევიზი არ არის საქართველო იყოს რუსეთის გუბერნია. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, საქართველო უნდა იყოს ევროპული, დემოკრატიული, ამიტომ არ დავიხევთ უკან, ბატონო ბიძინა, თქვენ დაიხიეთ უკან, ჯობია თქვენთვის, ეს ბევრად უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის. ძალიან დიდი მადლობა. აქციის სხვა მონაწილესაც გავესაუბრები, მის სათქმელს მოვისმენ სამოქალაქო აქტივისტ მათე ჩაფიჩაძეს ხედავ. მათე მთავარი არხის ეთერში ვართ. თუ შეიძლება რომ გითხრათ, უწყვეტი პროტესტის 55 დღე გავიდა უკვე ქუთაისში, მიმდინარეობს აქციები. რა არის თქვენი სათქმელი, თუ შეიძლება რომ გითხრათ და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესები? ამ ეტაპზე ქართული ოცნება უკან არ იხევს. მათ მოუწევთ უკან დახევა. ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ უწყვეტად ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროტესტს. ჩვენი ხმა კიდევ უფრო მეტად ისმის და ამ ჩვენ ხმას აქვს დიდი გამოხმაურება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან და რა თქმა უნდა ეს გულწრფელი, ეს მართალი პროტესტი არ შეიძლება რომ სხვაგვარად წარიმართოს. რა თქმა უნდა ამას მოყვება შედეგი და ყველაზე მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ უნდა რომ ცოტა ნორმალურობას დაუბრუნდეს ეს ხელისუფლება, უნდა დაიწყოს ამით, რომ ეს პოლიტპატიმრები, ეს ადამიანები, რომლებიც ეხლა დაიჭირეს და რეჟიმის ტყვეები არიან, უნდა განთავისუფლდნენ დაუყოვნებლივ. ეს არის პირველი და შემდგომ რა თქმა უნდა საუბარია იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს იქნება განმუხტვა და გამოსავალი ამ შექმნილი კრიზისიდან. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენდით აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები, თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა არის თქვენი სათქმელი, რა მიზეზით იმყოფებით დღეს აქ? მოგლეთ, სათქმელი ერთია და მთავარია. წავიდეს ქართული ოცნების პარტია იმ მიტაცებული პოზიციიდან, რომელთაც ის მეუბნება, რომ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობაა და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც ყავს უკანონოდ დაპატიმრებული. და სათქმელი ერთია, თუ მაინც უნდა დაეპატიმრებეთ ეს ადამიანები და აი ბიჭების დაპატიმრება ნახეთ ზია ამაღლობელის ხო შეიძლება რაღაც გინდა რომ გააკეთო და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოაქციო. მაშინ რაღაცა აკეთებენ იმ პროცედურულ დარღვევას. მაშინ ანუ ჩვენ ხედავთ რომ ყველაფერი ჩამოშლილია და ეს ჩამოშლაა ზუსტადაც პრობლემა. პრობლემაა ის ეკონომიკური პრობლემების სანქციები, რომლებიც პრობლემაა რომ საქართველოს ზოგადად ეკონომიკურად წავიდნენ რა მოშორდნენ არ გინდა. ძალიან დიდი მადლობა. მასშასი ასეთია ვითარება ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 55 საღამოს. ათეულობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე გამოსული არის უცვლელი მოთხოვნებით. ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება.